საქართველოში 23 საათია. ყოველდღიური აბები ვასიკო ოდიშვილისგან. საღამო მშვიდობისა თქვენს ტელეკუთებში ყოველდღიური გადაცემა ყოველდღიური აბები ვასიკო ოდიშვილისგან და მე ამ გადაცემის წამყვანზე უკეთესი ვასიკო ოდიშვილი გახლავართ. ხალხო, რა დროს გაძვირებული საკვები და სოციალური უთანასწორობა. შესაძლოა დედამიწას ასტეროიდი დაეცეს და გაგვისიოს თავი. მაგრამ რატომ დავწვრილმანდე თვით დავით კიკალიშვილს მოусმინოთ. საწვავი და სურსათი ძვირდება ჩვენ წინ ბევრი გამოწვევა, მაგრამ შეიძლება ეს მებათახელება არაფერი იყოს იმ საფრთხესთან შედარებით, რომელზედაც შეერთებული შტატების კოსმოსური სააგენტო ალაპარაკა. არა, მე არ გთავაზობ მიწერი დავივიწყოთ, მაგრამ ხანდახან ზეცასაც უნდა მივაპყროთ თვალი. მაგალითისათვის დაახლოებით 65 მილიონი წლის წინ, როდესაც დედამიწას მოზრდილი ასტეროიდი დაეჯახა, ამას დინოზავრები შეეძებდნენ. NASA-ს მეცნიერებმა კიდევ ერთი მსგავსი ასეთი აღმოაჩინეს. თქვენ ცაზე ალმოდებულ სფეროს დაინახავთ, რომელიც პლანეტას საშინელი სიჩქარით დაეცემა. გარშემო ყველაფერი აზანზარდება და ცეცხლოვანი კედელი გზად ყველაფერს გაანადგურებს. ბატონო დავით, ამ მზარდ ფასებზე რომ არ შევჩერდეთ. ასტეროიდ აპოფისის გარდა არ არსებობს სხვა პრობლემები საქართველოსთვის და ზოგადად კაცობრიობისთვის. რა დროს მძიმე სოციალური ფონია, ხალხო? ატლანტიდა დავკარგეთ. ატლანტიდა ამხელა კონტინენტი ოკეანეში ჩაინთხა და ჩვენ კიდევ დაგვიკრეფია გულზე ხელები და წუწუნეთ. რას გვიშვება ეს მთავრობაო, რა დღეში ვართო, ღირსებას გვართმევენო. ან ატლანტიდა იქით იყოს, ბოლოს და ბოლოს კენტავრები გადაშენდნენ, ხალხო. ერთი ხმის გამცემი კენტავრი აღარ დაგვრჩა. ასე დროს ქვის გული უნდა კონდეს კაც, პურზე და შაქარზე რომ დაიწყო ლაპარაკი. რაც შეეხება ასტეროიდ აპოფისს, ამბობენ თითქოს ეს ცეცხლოვანი მასა იყოს. სიცრუე ყველაფერი ხალხო, სიცრუე. სინამდვილეში ეს უზარმაზარი პურის ნატეხია, რომელიც უფალმა გამოგვიგზავნა ქართველებს. სამწუხაროდ ვიღაცების გამოისობით ღმერთისგან იმდენად შორს ვართ, რომ 16 წელი დაჭირდება ამ პურის დედამიწამდე ჩამოსვლას. მთავარია საქართველოს ტერიტორიაზე ჩამოვარდნილი გიგანტური პური ჩვენმა მთავრობამ ინვესტორებს არ მიიყიდოს. აფხაზეთიდან დევნილებს უფასო გასინჯვები ჩაუტარდებათ. სტატია სამსახელწოდებით საინფორმაციო სააგენტო IPNG აქვეყნებს. აჰა, ვისყავს ჩემზე ორიგინალური და მოხერხებული მთავრობა. სულ უფრო და უფრო ნოვატორულ მეთოდებს იგონებს დევნილებთან საურთიერთოდ. მე კარგად ვიცი ახლა ეს გასინჯვები როგორც დამთავრდება. გასინჯვის შემდეგ ალბათ ყველა დევნილს ეტყვიან, რომ მათ სასუნთქი გზების უიშვიათესი დაავადება აქვთ, რომელსაც სასტიკად არ უხდება თბილისური მშრალი ჰავა და სასწრაფოდ ყველანი რეგიონში არიან გადასასახლებელნი. თან აუცილებლად კამაზის ტიპის სატვირთო მანქანებით, რადგან კამაზზე დადგმული კონტეინერები ჰერმეტულად იხურება და მასში ვერანაირი ბაცილა ვერ აღწევს. უკვე გადასახლებულ და რეგიონებში ჩაყვანილ დევნილებს კი ეტყვიან, რომ მათი იშვიათი ავადმყოფობიდან გამომდინარე, მათ სასტიკად ეკრძალებათ საკვების და მით უმეტეს ცხიმიანი და ყუათიანი საკვების მიღება. აქ უკვე თვითონ დევნილები ეტყვიან მთავრობას. რადგან ამისთანა სიკეთე გვიქენით, ბარემ უმუშევრებადაც დავტოვეთ, რომ საკვების მიღების შანსი ბუნებრივად შევამციროთ. დარწმუნებული ვარ, ჩემი მზრუნველი მთავრობა ბედყრულ დევნილებს ამ თხოვნასაც დაუკმაყოფილებს. დასავლეთ საქართველოში ჭიაორის ტყეში გაცხოველებული ტემპით ვითარდება სანადირო ტურიზმი. ნადირობის მოყვარულებს გაუმართლათ ჭიაურის ტყე, ადგილი სადაც მსურველებს ნადირობა წელიწადის ნებისმიერ დროს შეეძლებათ. ტყეში შეჯიბრებებიც ტარდება. ჩვენთან არის ტყის ქათამი, ხოხობი და გვეყოლება გნოლი. სამი სახეობის ფრინველი რომ ერთ ტერიტორიაზე იყოს და ტარდებოდეს მასზე შეჯიბრის ჩატარება, ეს არ არის არსად. ეს არის ტურიზმის ისეთი ბიძგებელი და ისეთი ლოკომოტივი რომ მეტი არ შეიძლება. არა, ასე ყველა კუთხეში ტურიზმის განვითარება შეიძლება თქვენ კაი ხალხო. მაგრამ მე გეკითხებით შეიძლება? როგორც ვაკვირდები ამ კუთხეში სანადირო ტურიზმის განვითარება შეიძლება ძალიან დიდ ხიფათში ჩაგვაგდოს. კი. ჩემი არ გჯერათ, თქვენ თვითონ წარმოიდგინეთ საქართველოს ძალიან ახლო მომავალი, დაუშვათ 2015 წელი. ზაფხული. ჭიაორის ტყის მახლობელი სოფლის მცხოვრები მამაკაცი, რომელიც ბათუმში სომეხი და აზერბაიჯანელი ბავშვებისთვის ბავშვთა გასართობ ცენტრში გნოლის ამ წყერის ფორმაში ჩაცმული მუშაობს და ამავე ფორმაში ჩაცმული ჭიაორის ტყის გავლით მშობლიურ სოფელში ბრუნდება. ამავე დროს იქვე ჩასაფრებული მონადირეები უკვე ორი ღამეა, რაც ტყეში რაიმე ფრინველის გამოჩენას ელიან. როგორ განვითარდება თქვენი საზრით მოვლენები? დიახ,
დიახ, სავარაუდოდ ტრაგიკულად. ეს ბეთქრული ვითომ მწყერი სავარაუდოდ მხოლოდ იმ შემთხვევაში გადარჩება თუ დღეიდან 2015 წლამდე ფასების ზრდა და შესაბამისად ქართველი ერისწონაში დაკლების დღეს არსებული ტემპი შენარჩუნებული იქნება და იმ დროისთვის ამ ძალზე მსუბუქ კაცს უკვე თავისი ხელოვნური ფრთების მეშვეობით ფრენად შეეძლება. დიახ, იქნება აფრინდეს და თავისი ფრთების ტყლაშუნით მაინც გაასროს მაგ კაცმა ფეხმარდ მონადირეებს და მათზე არანაკლებ ფეხმარდ მწერებს. ინტერნეტ საიტი IPNG ავრცელებს სტატიას სახელწოდებით ზურაბ ნოღაიდელი ახალი პარტიის პრეზენტაციას გამართავს. სტატიის მიხედვით, ახალ პოლიტიკურ მოძრაობას სხვა სახელწოდება ექნება, თუმცა შინაარსობრივად იგივე სტრუქტურა ექნება. შენაღაშენა ღმერთმა, ბატონო ზურაბ. მე კიდევ ვიფიქრე სულ დაიკარგებოდით პოლიტიკიდან. ასე რა, რადგან ახალი პოლიტიკური პარტიის სტრუქტურაც იგივე იქნება, რაც ძველისა იყო, ესე იგი, ისეთივე დიდ წარმატებას უნდა ველოდოთ, როგორცაც, ესე იგი, მაშინ აღწევდით, ხო, არა? თუმცა ჩვენ ხელთ ჩაგვივარდა ვიდეო მასალა, რომლის მიხედვითაც პარტიიდან გამოგდებული ზურაბ ნოღაიდელი ახალი პარტიისთვის თანამშრომლებს ეძებს. ავალტურის ბადა პაპადურმა გადასწყვიტა. გინდა პარტიაში გაგაწევრიანო? პოლიტიკოსები გავხდ. მოიცა რა, სად მაქვს ახლა მე იმის თავი, რომ ვიღაცეებს თითები ვამდრიო. გოგონა, ვინ უკრავს ასე კარგად? ჩემი ძმა, ბესიკი ჰქვია. ბესიკი. არა, ეს ჩვენც დაგვამტრებს თითებს. ეს გახდათ მხოლოდ ფრაგმენტი იმ ვრცელი ვიდეო მასალიდან, რომელიც ჩვენმა ოპერატიულმა გადამღებმა ჯგუფმა მოგვაწოდა. ახლა კი თავად ბატონ ზურაბს მოусმინოთ. მისი განცხადებით ახლა შექმნილი პარტიის შემადგენლობა და მიმართულება არსობრივად ძველი იქნება. თუ ნოღაიდელის ძველ მოძრაობას სამართლიანი საქართველოსთვის ერქვა, ახალ პარტიას სამართლიანი საქართველო ერქმევა. ხოლო ძველ ლოზუნგს სამართლიანობა, ერთიანობა, კეთილდღეობა, ერთი სიტყვაც, ტრადიციები დაემატება. აი თურმე რაშია საქმე. ახალ პარტიაში ბატონმა ზურაბმა ძველი პარტიის ლოზუნგები გადმოიტანა და ახალიც დაამატა. კი, ბატონო ზურაბ, ნამდვილად ტრადიციები გჭირდებათ ახლა, მაგრამ ცოტა გვიან კი გაგახსენდათ. თავის დროზე რომ ჩაგესვათ ეგ დევიზი პარტიის ლოზუნგებში დარწმუნებული ვარ, თქვენი პარტია აღარ დაიშლებოდა, რადგან უფულოდ და უანგაროდ მუშაობა ჩვენს ქვეყანაში უკვე მყარ ტრადიციად ჩამოყალიბდა. ისე რა საშინელება კაცს ამ პარტიული ღალატის გამო პარტიისთვის სახელის შემცირება რომ მოუწია. ასე თუ არ უყარს ამ კაცს ფულის ხარჯვა, მომავალში ალბათ კიდევ ერთხელ დაიშლება ეგ პარტია. კიდევ მოუწევს პარტიისთვის სახელის შემცირება და თუ ამ პროცესმა შეუქცევადი სახე მიიღო, ბოლოს ამ კაცის პარტიას უბრალოდ ს ერქმევა. მისი პარტიის ლიდერს კი პირდაპირ სუპერმენი მით ლათინურად ასე ს ეწერება გულმკერდზე. ახლა აბების ეთერში რეკლამიცინის მიღების დროა. რეკლამიცინი ჩვენს ეთერში. მოგენატრათ მოსკოვში 27 პლანეტად ფრენა, რუსის ნაშები, ტანცები, სპირვა ბატკანი და სხვა სახის გრიალი. მაშინ ზუსტად თქვენთვის ზურაბ ნოღაიდელის მიერ შექმნილი ახალი პოლიტიკური პარტია სამართლიანი საქართველო აცხადებს მიღება გაწევრიანებას პარტიის რიგებში. თავდაპირველად მობრძანდით ჩვენს პარტიაში რიგით მეტაშე წევრად და 1-2 წლის შემდეგ პირობას გაძლევთ რომ მოგცემთ შანსს გახდეთ მისი მმართველი ლიდერიც. სამართლიანი საქართველო თუ გული გულობს, ხელმძღვანელი ორი ხელით იჭმევაო. შპს საქართველოს მთავრობა აგრძელებს ქართულ დევნილებზე ზრუნვას. ზრუნვის მეორე ტალღის ფარგლებში ამჯერად თბილისიდან დევნილებს ჯანმრთელობასაც შეუმოწმებენ. ძვირფასო დევნილებო, მიანდეთ თქვენი ჯანმრთელობა მთავრობას და დარწმუნდით, რომ გადასახლებაზე უარესიც არსებობს. საქართველოს მთავრობის პოლიტიკა: მიվել, ვნახე, ვუნკურნალე. ალექსანდრე ლუკაშენკო მეოთხედ ეკურთხა ბელორუსის პრეზიდენტად. ალექსანდრ ლუკაშენკო ბელარუსის პრეზიდენტი მეოთხევადით გახდა. ინაუგურაციის ცერემონია მინსკის რესპუბლიკის სასახლეში გაიმართა. ლუკაშენკომ ფიცი დადო და ბელორუს ხალხს ერთგულ სამსახურს დაპირდა. საპრეზიდენტო არჩევნები ქვეყანაში 19 დეკემბერს ჩატარდა და ხმათა უმრავლესობით ალექსანდრ ლუკაშენკომ გაიმარჯვა, თუმცა დასავლეთი ოფიციალურ მინსკს პრეტენზიებს უყენებს და ოპოზიციის დევნაში ადანაშაულებს. ჩვენი ბიძაშვილი, ჩვენი სისხლი და ხორცი ლუკაშენკოს შემოელოს ვასობიძია. ამიერიდან ბელორუსის მხრიდან საქართველოს სადავო მიწების აღიარების საფრთხე აღარ არსებობს. თუმცა არ ამგონია სხვა მხრივ დაგმუქრებოდა მაინც და მაინც. აბა ამასაც პრეზიდენტი უნდა ერქვას და იმასაც. კაცი მეოთხედ გახდა პრეზიდენტი და ჩემი მაღალი კიდევ მესამედ მონაწილეობაზე ყოყმანობს.
არა, ბატონო მიხეილ, პოლიციის კონტინგენტი უნდა გაზარდოთ სასწრაფოდ, თორემ 30000 თანამშრომელი რაღაცა ცოტავება. ნუ თუ ლუკაშენკომ 30000 კაცით მიაღწია ამდენს. ამ ხრივ გასაკეთებელი კიდევ ბევრია. საქანელებზე და ხიდების შენობაზე რომ ამბობთ, ამ ხრივ გასაკეთებელი ჯერ კიდევ ბევრიაო. გაჭირვებული ხალხი რომ გამოვა ქუჩაში და გადადგომას მოგთხოვთ 37-ეთ. ხიდები და საქანელები დაარბევენ იმ ხალხს. აი სად ინახება სტაბილიზაციის გასაგები. ინტერნეტ საიტი IPNG ავრცელებს სტატიას სახელწოდებით ამერიკის შეერთებული შტატების დეპარტამენტმა საქართველოს იმ ქვეყნების ნუსხიდან ამოიღო, სადაც მოგზაურობა სარისკოა. მაგრები ხართ რა ამერიკელები. მიხვდით რომ ჩვენთან მოგზაურობა არ არის რისკიანი, თქვენ რა გითხარით. მაგარ რაღაცას მიხვდი და თან მაგარ დროს რა. აღფრთოვანებული ვარ თქვენი მიხვედრილობით. არ ვართ ეხლა ჩვენ მაქსიდან ამოსაღები ქვეყანა. არა. თუმცა რადგან სტრატეგიული პარტნიორები ვართ, სხვა რა გზა გქონდათ. უნდა ამოგეყოთ ეხლა საქართველოს აბა რა. მაგრამ სამწუხაროდ მინდა გითხრათ რომ შეცდით. ეგრე იფიქრეს რუსებმაც 2-3 წლის წინ. საქართველოში მასობრივი ტურისტი კი მოაწყვეს, მაგრამ მიხვდნენ რომ საკმაოდ მაღალი რისკის შემცველი ქვეყანაა საქართველო და მაშინვე უკან გაბრუნდნენ. თორემ ეგეთი რამ არ მინახე ხა რომ რუსი სადმე მისულიყო და 5 დღეში უკან გაბრუნებული. მეთქობა აქ შექმნილი სიტუაციით ძალიან შეშინდნენ და მაგიტომაც წავიდნენ. ახლა როცა გაიგებენ რომ ამერიკელებმა ამ სიიდან ამოგვიღეს, ალბათ უფრო ხანგრძლივ მოგზაურობას დაგეგმავენ რუსები საქართველოში. 21 საუკუნეში მწერალი და ლიტერატორი კაცი ყოველ მხრივ მზად უნდა იყოს, რადგან მას დღევანდელი მუხთალის ცხოვრება უამრავ განსაცდელს უმზადებს. დაბა ქონების გამო მწერალთა კავშირში ჩხუბის მიზეზი არაერთხელ გამხდარა. პოეტი ზაზა კინქლაძე იხსენებს, რომ ბოლოს მას რეზო მიშულაძემ სწორედ ფინანსური მაქინაციების გამო ჯერ დედა შეაგინა, შემდეგ კი წიხლით ჩაარტყა. აი ასეა ჩვენი მწერლობა. იბრძვის ნიჭით, გონებით, კალმით და რა თქმა უნდა წიხლითაც. რადგან ქართული მწერლობა გადასარჩენი. სხვათა შორის იმ დღეს ერთი კარგი მწერალი შემხვდა, მითხრა ვინმე დიდი მწერლის დიდი წიგნი მათხოვეო. მეგონა ჩემი ნაცნობი ლიტერატორი ჩემს ლიტერატურულ განსწავლულობას ასეთი მეთოდით ამოწმებს მეთქი და ყველა დიდი ნაწარმოები შევთავაზე, მაგრამ მერე მითხრა არა, მართლა დიდი და მძიმე სქელტანიანი წიგნი მინდა. თავს ზემოთ რომ რამდენჯერმე ავწიო და ასე ჩემი სხეული გავავარჯიშო. თორემ ამ ბოლო დროს რაღაც ტრიცეპსის კუნთები მომისუსტა და ამ მწერალთა კავშირის ხსომაზე სულ ნაცემი ვრჩები ხოლმეო. თურმე ვიღაც მაგის მოსისხლე მტერს ბჰაგავად გიტას ტომები უშოვია და იმის მეშვეობით გაუკაჟებია სხეული. უკვე კარგახანია რაც მწერალთა კავშირში სიტუაცია დაძაბულია. რამდენიმე დღის წინ ერთმა სასიკადულო მწერალმა მწერლობის გადარჩენა ჩვენ ქართულ ხალხსაც გთხოვა. გამოვხიზდით თავზე გვენგრევა მწერალთა კავშირი. სხვათა შორის მე მინდა ვთქვა რომ მე და ჩემი მეგობარი ძალზე დაგვაღელვა ამ კეთილი მწერლის მოწოდებამ და მე პირადად ჩემს სამეგობროში მცირე ფინანსური სახსრებიც მოვიძიე და აუცილებლად მოვახმარ ამ ფულს ქართული მწერლობის გადარჩენას, მაგრამ მოდით ერთი ვნახავ მაინც რა მწერლობის და რა სიტყვა კაზმულობის გადარჩენაში ხარჯავთ ფულს. გაუმარჯოს ვინას შრომით ქვადა კინა მოსვითა და ვინც ნაუფლარს სისხლით იცავს და ნასისხლარს ლოცვითა და გაუმარჯოს მუცელს კვინჩას გულობს ღორ აფთრებში ბრდღვინავს განთიადის მამალ ხოხობს ივის როცა ყველას ხრინავს იგი ნავით მარტოს გავა როცა სვადა მეხი გრგვინავს თუნდაც ცოლშვილს მოუშვიდეს მისი ძონძიც ფარჩად ბრწყინავს ყოეტები მაშინ კოდებით ტკივილი რომ გითავდებათ დოლას მალავთ ძმებს ივიწყებთ მუზის ცეცხლი გინაულდებათ ვინც გულს სოგავს იგი სინდის ასვედანებს ჭიხვინისას გვირგვინ მოსილს ის ჯობია ვინც ღირსია გვირგვინისა დავურეკო ერთი ჩემ ძმაკაცებს ფული რო აგროვებინე ხო ალო შოთა ხო აქ მაქვს ეგ ფული ხო არა რა გადავრიცხე კაცო წამო დავლიოთ ამ ფულით რა და ბიჭებსაც უთხარი წამოვიდე უცებ მიდი
ამერიკელი ექსპერტები საქართველოში სოციალურ ბუნტს პროგნოზირებენ. ამერიკელი ექსპერტების მტკიცებით საქართველოში სამოქალაქო ბუნტის საფრთხე რეალურია. კანზასის უნივერსიტეტის პროფესორის თქმით, მათ უკვე იწინასწარმეტყველეს ტუნისის გადატრიალება და ირლანდიის სამოქალაქო ბუნტი, რომელიც საერთაშორისო სავალუტო ფონდის კრედიტების გამო მოხდა. ამიერკავკასიელმა გამოაქვეყნეს იმ 37 ქვეყნის სია, რომლებშიც 2011-2014 წლებში ბუნტი და შეტაკებებია მოსალოდნელი. საქართველოს ამ რეიტინგში მეოთხე ადგილი დაიკავა. საქართველოს ირანი, შრი-ლანკა და რუსეთი უსწრებენ. უყურე ახლა შენ ამ ექსპერტებს. ცოტა აზრს და ლოგიკას კი არ დაატანენ ხოლმე ამ თავის დასკვნებს. თქვენ კაი ხალხო რომ ამბობთ სოციალური ბუნტი რუსეთში საქართველოზე ადრე მოხდებაო. იმას ვერ უნდა მიხვდეთ რომ რუსეთში თუ ეგ უბედურება მოხდა და ეგ მაქხელა იმპერია თუ იმედის და რუსთავიორის ყბაში ჩავარდა, მერე საქართველოში ვიღა იქნება კუჭაში გამსვლელი, ვინ? არა, მართალია ჩვენც მოგშიოდება მაგ დროს, მაგრამ აბა რაღა გაგვიყვანს კუჭაში, როცა ჩვენი ტელევიზიები ხან ალყა შემორტყულ კრემლის კადრებს გაუშვებენ, ხან გადამწვარი მოსკოვის და ყველა ვიფიქრებთ, აი, ახლა რომ გავიდე კუჭაში, პურის მოსათხოვნად, ხომ ვეღარ გავიგე პირველად იმედმა გამოაცხადა რუსეთის მთლიანი დანგრევა და პუტინის ჩაქოლვა თუ იმედმა დაასრო. არა, მეც უნდა მოვემზადო მაგ ყველაფრისთვის. ჩავალ ახლა დაბლა მაღაზიაში შავ პურს და წყალს ვიყიდი და დაველოდები ბორის ნემცოვის პრესკონფერენციას რუსეთში უსამართლობის და კორუფციის შესახებ. ძალიან უხდება წყალი და ნემცოვი ერთმანეთს. ახლა აბების ეთერში პოლიტიკოსთა ენამოსწრებული ფრაზების მოსმენის დრო დადგა. მაშ ასე იცინიან და იცინიან პოლიტიკოსები. მეხუთე ადგილი. ჩვენს ხუთეულს ხსნის მწერალი კაცი ზაზა ქინქლაძე. მაშ ასე შეურაცხყოფა კალმით, ანუ სკანდალი მწერალთა კავშირში. დაბა ქონების გამო მწერალთა კავშირში ჩხუბის მიზეზი არაერთხელ გამხდარა. პოეტი ზაზა ქინქლაძე იხსენებს, რომ ბოლოსმას რეზო მიშულაძემ სწორედ ფინანსური მაქინაციების გამო ჯერ დედა შეაგინა, შემდეგ კი წიხლით ჩაარტყა. მეოთხე ადგილი. ქართულ კაცია ნათქვამი, გაჭირვებულს ასტეროიდი აღმართში მიეწევაო. გლობალური პოლიტიკიდან გლობალურ პრობლემებზე საწვავი და სურსათი ძვირდება ჩვენ წინ ბევრი გამოწვევა, მაგრამ შეიძლება ეს მებათახელება არაფერი იყოს იმ საფრთხესთან შედარებით, რომელზედაც შეერთებული შტატების კოსმოსური სააგენტო ალაპარაკა. არა, მე არ გთავაზობ მიწიერი დავივიწყოთ, მაგრამ ხანდახან ზეცასაც უნდა მივაპყროთ თვალი. მესამე ადგილი. ახალი ცოცხი კარგად გვისო უთქვამს ნოღაიდელის ახალ პარტიაზე ბრძენკაც. თუ ნოღაიდელის ძველ მოძრაობას სამართლიანი საქართველოსთვის ერქვა, ახალ პარტიას სამართლიანი საქართველო ერქმევა. მეორე ადგილი. მეორე ადგილს ისევ და ისევ ბატონ ზურაბ ნოღაიდელის პარტია იკავებს და აქვე მახსენდება ერთი ძველი ქართული ანდაზაც. პარტიას ერთი დევიზი აკლდა. ძველ ლოზუნგს სამართლიანობა, ერთიანობა, კეთილდღეობა, ერთი სიტყვაც, ტრადიციები დაემატება. პირველი ადგილი. და პირველ საპატიო ადგილს მკლავაც მწერალი კაცი რეზო მიშველაძე იკავებს. ანუ შენ წიხლი მდრუზე, მე გაგინებ და მწერალთა კავშირიც აშენდებაო. თმას ვიღებავ არა? ისე მოუწყამ დედის ტრაკი მაგის თქმას. ეს გახდათ გადაცემა ყოველდღიური აბები ვასიკო ოდიშვილისგან. ნუ მიიღებთ სხვა აბებს.